ამერიკისა და ირანის სამხედრო ძალებს შორის განახლებული ურთიერთიერიშების ფონზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით თეირანში მცხოვრებთა ხედვები ისევ განსხვავებულია. მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ისლამური ქვეყნის ერთადერთი გზა ახლა სწორედ საბრძოლო მოქმედებებსა და მოწინააღმდეგესთან შეურიგებლობაზე გადის. მათი არგუმენტით, ასე ირანი შეძლებს ღირსების შენარჩუნებას არა მხოლოდ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ მათ წინაშეც, ვისაც ადგილობრივთა ნაწილი მტერთან ომისას დაყოფილ წამებულებს უწოდებს. ამავე აზრზე მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ დაუშვებელია რაიმე დათმობაზე წასვლა მათ შორის ბირთვული პროგრამის საკითხთან დაკავშირებითაც, რადგან ეს ირანის ეროვნული ინტერესების საქმეა და მხოლოდ ამ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. მოსახლეობის ნაწილს უკვე დაეკარგა ვითარების გამოსწორების იმედი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დიპლომატიური პროცესი ჩიხში შევიდა. ვაშინგტონის რიტორიკა ისევ გამძაფრდა და საბრძოლო მოქმედებებიც განახლდა. არ მომწონს ომი, უკიდურესად მაშფოთებს ადამიანებისა და ბავშვების სიკვდილი, თუმცა ზოგჯერ ომი საჭიროა და ახლა დადგა დრო, როცა ირანი მთელი ძალით უნდა დაუპირისპირდეს თავის მტერს. ალლაჰმა არ დაუშვას ომი, მაგრამ შეთანხმება არ უნდა იყოს ჩვენთვის მიუღებელი. მათ სჭირდება ჩვენი ბირთვული მასალები, ჩვენი კონტროლი, მაგრამ არა, ჩვენ ეს არ გვინდა. ბირთვული ტექნოლოგიები და ურანი თითოეული ჩვენგანის უფლებაა. ჩვენი მეცნიერები გულმოდგინედ მუშაობენ ამ ტექნოლოგიების მისაღებად. შემდეგ მტრები მოდიან და კლავენ მათ. უფლება არ უნდა მივცეთ ასე მარტივად მოიპოვონ ეს ყველაფერი. ფიქრობ, მოვლენათა განვითარების გათვალისწინებით ისინი ვერ შეთანხმდებიან, მაგრამ ვიმედოვნებ რაღაცას მაინც დათმობენ, რადგან ეს ომზე უკეთესია. ომში კარგი და უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან, პირადად მე ნათესავი დავკარგე. სამხედრო ესკალაციის გარდა მოსახლეობა განსაკუთრებით წუხს ომის კიდევ ერთ დამტყმელ ეფექტზე, ეკონომიკის ფაქტობრივ განადგურებაზე. მიუხედავად თეირანის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და გასამხედროებული დაჯგუფების რევოლუციურ მუშაკთა კორპუსის მხრიდან არაერთი მტკიცებისა, რომ ომს ირანის ეკონომიკაზე სერიოზული გავლენა არ აქვს, დაარსებული მდგომარეობით მხოლოდ მოწინააღმდეგე ზარალდება ისლამური ქვეყნის ცენტრალური ბანკის მონაცემების საპირისპიროზე მიუთითებს. ფინანსური ინსტიტუტის თანახმად, ირანი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად აღმოჩნდა უკიდურესად მაღალი ინფლაციური მაჩვენებლის წინაშე. ირანის კერძო ეკონომიკური ანალიტიკის ცენტრის თანახმად, ამ ტემპებით ქვეყანა სავარაუდოდ გაუსწრებს 1942 წლის რეკორდულ ჰიპერინფლაციურ მაჩვენებელს. თანაც განავრჩევოთ იმისა დროის რამონაკვეთში გახდება შესაძლებელი ვაშინგტონსა და თეირანს შორის მშვიდობის დამყარება, რადგან ომის ეფექტი გავლენას ახდენს კონფლიქტის ზონიდან გეოგრაფიულად დიდად დაშორებულ ქვეყნებზე, რომ არაფერი ითქვას უშუალოდ კონფლიქტის მხარეზე.